პროგრამას აფხაზეთის კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობა აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სააგენტო 2 წელი ახორციელებს, რომლის მთავარ მიზანს ქართულ აფხაზური შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება და წახალისება წარმოადგენს. ასევე აფხაზეთის თემაზე კულტურული შემოქმედებითი ღონისძიებების ჩატარება, განვითარება და პოპულარიზაცია. პროგრამის იდეა თავდაპირველად წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენ არ გვინდოდა, რომ არც ერთი იდეა დარჩენილიყო განუხორციელებელი, რომელიც შეიძლება ეხებოდა აფხაზეთს თუ აფხაზეთიდან წარმატებულ ახალგაზრდას, მხატვარს და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად გვინდოდა, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გამოიყენებინა ის სიკეთეები და ჩვენი შესაძლებლობები, რა კუთხითაც შეგვიძლია, რომ ვიყოთ ჩართულები და გავუწიოთ დახმარება. ტექსტილის დიზაინერი და სამხატვრო აკადემიის მიწვეული ლექტორი ეკატერინე გეგუჩაძე ერთ-ერთი ქვეპროგრამის კულტურული ინიციატივების მონაწილეა. ის მისივე სახელოსნოში ტექსტილის თითქმის ყველა მიმართულებაზე მუშაობს და ასწავლის. პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზანი კი დევნილი ქალბატონებისთვის ქვილთის ტექნიკის სწავლებისთვის საჭირო მასალის დაფინანსება იყო. სწავლების დასრულების შემდგომ კი პროექტში მონაწილე ქალბატონებმა წარმატებით გააგრძელეს ქვილთის ტექნიკით მუშაობა. მიზანი ის იყო, რომ ჩვენ გვქონოდა მასალა რეალურად და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც რეალურად ქვილს ჭირდება, ის დაფა, ის სპეციალური მაკრატელი, რითაც უნდა დაიჭრას ქსოვილი და რაზეც უნდა დაიჭრას ქსოვილი. რომ მათ შეექმნათ ჯერ ეს სწავლათ, მერე შეექმნათ საგამოფენო ნამუშევარი და უკვე მერე მათ უკვე სახლში შეძლებოდათ, აბსოლუტურად უპრობლემოდა რაღაც კითხვების გარეშე დამოუკიდებელი სამუშაოების გაკეთება. ამ პროექტით გათვალისწინებული მასალის შეძენაში დაგვეხმარა აფხაზეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო, არა მარტო მასალის შეძენაში, არამედ საგამოფენო დარბაზი დაგვითმა იმისათვის, რომ ამ პროექტით გათვალისწინებული ნამუშევრები გამოეფინათ მონაწილე ქალბატონებს. ინკლუზიური პროექტების ხელშეწყობა ამ ქვეპროგრამის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობით განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერაა, თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის სამკურნალო პედაგოგიური სკოლის ახსაზრდელების მონაწილეობით სპექტაკლი დაფინანსდა, რომელიც 15 ივნისს გაიმართება. სკოლა წლებია, რაც თანამშრომლობს სააგენტოსთან და მუდმივად ჩართულია სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებში. სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს და ხშირად გვიწვევენ ხოლმე ღონისძიებებზე, მაგრამ უშუალოდ ამ ინკლუზიური პროექტების შესახებ წელს შევიტყვეთ. 15 ივნისისთვის მზადდება ჩვენი სპექტაკლი. დაგვიფინანსდა ეს სპექტაკლი და ჯერ მზადების პროცესში ვართ და დეკორაციებს, მთლიანად რაც საჭიროებები იყო ამ პროექტმა მოგცა საშუალება რომ გაგვეკეთებინა ყველაფერი ეს. დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები როგორც ბავშვები, მშობლები და პედაგოგები. რაც შეეხება საფეხბურთო გუნდ ფენიქსს, რომელიც უკვე 3 წელია ასპარეზობს, 7/7-ზე საფეხბურთო მასტერლიგაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონატისთვის საჭირო ეკიპირებითა და სავარჯიშო ინვენტარით ქვეპროგრამის სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა. გუნდი ფენიქსი უკვე ჩამოყალიბებულია 3 წელიწადია და წარმატებით იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სამოყვარულო ტურნირებზე. გუნდი დაკომპლექტებული არის უმრავლესობა დევნილი ახალგაზრდებით. საფეხბურთო და სპორტული ინიციატივის დაფინანსების შესახებ გავიგეთ სოციალური ქსელიდან და დავფინანსდით ეკიპირებითა და სავარჯიშო ინვენტარით. წინა წელს, სადაც მონაწილეობას ვიღებდით 7/7-ზე მასტერლიგაში, რომელიც წარმოადგენს ასევე სამოყვარულო ტურნირს. შემდეგ წელს უკვე გავფართოვდით და მივიღეთ მონაწილეობა უფრო ფართო მასშტაბურ სამოყვარულო ლიგაში 11-11-ზე და წელს უკვე დაგვიფინანსეს სათამაშო ფორმები. პროგრამამ 2 წლის განმავლობაში ბევრი პროექტის განხორციელება მოახერხა, მათ შორის ქალების გაძლიერების მიმართულებით. აფხაზეთის კულტურულ შემოქმედებითი ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებზეც ხორციელდება. ჩვენი პოვნა ძალიან მარტივად შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში, Facebook-სა და Instagram-ზე, ასევე ჩვენი ვებგვერდის დახმარებით, სადაც არის დეტალურად აღწერილი პროგრამის მიზანი და განხორციელების წესი და იქვე არის აპლიკაცია წატვირთული, რომელსაც შეავსებთ და მოგვაწოდით, რომელსაც ჩვენ შემდეგ განვიხილავთ და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში.